თავარი აქვს წამდეს ერთი ღმერთის და არა აქვს მნიშვნელობა რომელ სარწმუნოებას გახვევი. ასეთი ტერმინოლოგია ძალიან ხშირად ისმის, ხო? ბისმილლაჰ, ალჰამდულილლაჰ, ალა რასულილlah მუჰამედ. ასალამუ ალეიკუმ, მოგესალმებით. ჯურფასო მორწმუნეებო, ჩვენ მუსლიმ საზოგადოებაში ეს ტერმინი ნაწილში რა თქმა უნდა, მსგავსი ტერმინი ძალიან ხშირად არის, გაისმის. ვინ არის ის კატეგორია ხალხი, რომლებიც რომ ამ ტერმინს გაიძახის და ისლამის შეხედულება ამ თემას დაკავშირებით როგორი არის? ჩვენ მორწმუნეებს როგორ უნდა გვჯეროდეს და გვწამდეს? რა თქმა უნდა, წმინდა წიგნ ყურანში უზენაესი ალლაჰი ღმერთგამჩენელი ბრძანებს რომ ბისმილლაჰ ინნა დინა ინდალლაჰი ლისლამ. უეჭველად ალლაჰის წინაშე მიღებული რელიგია სარწმუნოება მხოლოდ ისლამი არის. ანუ ადამიანმა რომ ხსნა, იმ ქვეყნად ხსნა ნახოს, სამოთხეში რომ შევიდეს, მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტი რელიგია გახლავთ ისლამი. და ვინც ისლამის გარდა სხვა სარწმუნოებას, სხვა რაიმეს მოძებნის, ალლაჰის წინაშე ღმერთის მხრიდან, ღმერთის მიერ ის მიუღებელი იქნება. და ეს ასეც არის, რადგან ისლამი ერთადერთი რელიგია არის, რომელიც რომ უცვლელად, სახეში უცვლელად მოაღწია ჩვენამდე და ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება, რომელიც რომ სამოთხეში შეგვიყვანს. როდესაც ჩვენ ამას ვეუბნებით, ძალიან უკვირან და ასეთი სიტყვებითაც მოდიან, რომ როგორ შეიძლება რომ სხვა დანარჩენი ხალხი ჯოჯოხეთში შევიდნენ, ჯოჯოხეთთვის გასწირო და ასე შემდეგ, თითქოს მე ვანაწილებდი ან ჩვენ ვანაწილებდით სამოთხეს და ჯოჯოხეთს. მაგრამ კითხვა ჩნდება ასეთი, რომ ანალოგიური შეხედულება ქრისტიანობაშიც. ქრისტიანობაში თუ ადამიანი ქრისტიანი არ იქნება, მაშინ ის ხსნას ვერ ნახის და ვერ ნახავს და სამოთხეშიც ვერ შევა. ეს ამას მხოლოდ მე არ ვამბობ. კითხვა დაუსვათ მათ სასულიერო პირებს, ხო? რატომ უკვირთ? ჩვენ როდესაც ამას ვამბობთ, ისლამი როდესაც ამას გადაგობს, ხო? და ის კატეგორია ხალხი, რომლებიც რომ ვინ არიან, ანუ ამ ტერმინებს ამბობენ, რომლებიც რომ იყვნენ მუსლიმები და შემდეგ გახდნენ მურთედები. ანუ ქრისტიანი. რა თქმა უნდა, მურცეთსა და ქრისტიანს შორის რა სხვაობა არის, შეიძლება კითხვა რომ გაჩნდეს. სხვაობა არის ის, რომ მორწმუნე მუსლიმ მაკაც უფლება აქვს, რომ შეირთოს ეჰლი ქითაბის, ანუ ღვთიური წიგნი, ვისაც ებოძა, ეს იქნება ქრისტიანი თუ იუდეველი, ქალბატონის ცოლად მოყვანა შეუძლია. აგრეთვე შეუძლია რომ ამ ორი აღმსარლობის პიროვნების მიერ დაკლული ხორცი შეჭამოს, მაგრამ მურთედის ცოლად მოყვანა არ აქვს უფლება, არ შეუძლია, რადგან ნიქახი ახდი არ გადის. მათთან ურთიერთობა, ასეთ ქალთან ურთიერთობა მრუშობაში ჩაერთვლება. და არც მამსეთი პიროვნების დაკლული არ ეჭმევა მუსლიმ მაკაცს. სხვაობა აი ეს არის. რაც შეეხება ასეთ კატეგორია ხალხთან, მინდა რა თქმა უნდა არჩევანი მათი არის. რადგან ისლამში ისლამი გადაგებს რომ ლა იქრაჰა ფიდდინი. ისლამში ძალდატანება, ძალადობა არ არის. რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ასეთ პროპაგანდას ეწევა, რომ ისლამი ძალით მიღებული, ცეცხლით, מחვილით. თვითონ ისლამი გადაგებს რომ ისლამში ძალადობა არ არის, ძალდატანება არ არის. ადამიანი რომელსაც რომ ძალით ვიღაცა, მაგალითად დავაშინოთ ადამიანი, რომ შენ ისლამი უნდა მიიღო და შიშის გამო, სიცოცხლის გადარჩენისთვის გამო თქვა დაგწახდა. ეს ისლამი ვერ იქნება. ისლამში ვერ იქნება ის პიროვნება. ისლამში მსგავსი რამე არ არსებობს. მაგრამ ძალიან ბევრი ამას პროპაგანდულ მიზნით იყენებენ. რატომისთვის ეს უკვე სხვა თემა არის, სხვა საკითხი არის. რა თქმა უნდა, ვინ რასაც აირჩევს, მათი ნება არის, მათი სურვილი არის. ვინმე რამეს არ აიძულებს, რომ შენ რატომ გადახვედი და აი გადმოხვიდე და მოდით ასე და ასე შემდეგ. მაგრამ მინდა ასეთი კითხვა დაუსვა, რომ როდესაც ჩვენ რასაც გადაგებთ და პრობლემები აქვს ზოგიერთ პიროვნებებს, როდესაც ანუ მათი მშობლები, მათი ძმები, დები, ვინც რომ მუსლიმები არიან, მათი მდგომარეობა იმ ქვეყნად როგორ იქნება? სამოთხეში შევლენ თუ ჯოჯოხეთში? რადგან თვითონ ქრისტიანობა ამბობს, რომ თუ ქრისტიანი არ იქნება, ის სამოთხეში ვერ შევა. ხო? და მე მაგალითად დღემდე არ მინახავს ისეთი პიროვნება, ვისაც რომ ვიცნობ,
და ქონია ურთიერთობა თუ რატომ გახდა მურთედი, ანუ რატომ შეიცვალა, ანუ რაღაცის გამო, ანუ იმიტომ რომ ისლამი არის ცოდა. ისლამში ისლამი არ ქონდა შესწავლილი თუ ისლამი რას გადაგებდა. არც ანალოგიურად ქრისტიანობა, რომ კითხვა დაუსვათ ელემენტარულ რაღაცა, პასუხს ვერ ჰქონდა. მიზეზები ზოგი თანამდებობის გამო, ზოგი სკამის გამო, ზოგი მეგობრის გამო, ზოგი ცოლის გამო და ასე შემდეგ. გარკვეული კატეგორია, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ვინმე შეურაცხყოფის მსგავსად რომ არ გამოვდეს, გამომიგვივდეს, მათი არჩევანი არის, მაგრამ რატომ რის გამო? ზოგიერთებიდან გვესმის მშობლებისაგან, ნუ რატომ შენმა შვილმა ეს აირჩია, ვერცად ფეხი ვერ მოიკიდა. სამუშაო ვერ ნახა, სხვანაირად არ გამოვდა. ეს პირდაპირ ასეთ სიტყვებს ამბობენ. ძალიან ბევრისაგან გვსმენია მსგავსი რამეები. და ამათი მშობლები, ძმების მდგომარეობა როგორ არის? ამიტომ ძვირფასო მორწმუნეებო, მინდა მათ მშობლებსაც ვუთხრა, ასეთი პიროვნებებს ვუთხრა, რომ ჩვენ შვილებს რისთვის ვიმეტებთ? ამ ქვეყნიური მატერიალური სარგებლობის გამო იმ ქვეყანას რატომ ვაკარგვინებთ? ანუ იმ ქვეყნიურ ჯოჯოხეთისთვის რატომ ვწირავთ? ანუ ეს კითხვა აზრად არ მოგწვია? ამის ერთ-ერთი მიზეზი ასეთ მდგომარეობაში რომ შევიდნენ ეს ხალხი არის ისლამისაგან შორს ყოფნით. ისლამი რომ მიატოვეს, ისლამი რომ დაივიწყეს. ადამიანის რო ისეთი ოჯახი რომლებიც რომ ცოდნას იძენენ, სწავლობენ, ასეთ პიროვნებებში მსგავსი პრობლემა არ არის. მაგრამ თუ ჩვენ მსგავს საკითხს ხელს აუშვებთ ისლამის შესწავლას, ყურანის შესწავლას, ლოცვას, კითხვას და ასე შემდეგ, ჩვენი შვილიშვილების ბედი ასეთნაირად აღმოჩნდება. და კიდევ ერთხელ ის კატეგორია ხალხი, რომლებიც რომ ამბობენ, რომ თავარია ღმერთი გწამდეს, ეგ არის ცრუ, არც ქრისტიანობის მხრიდან ასეთი რამე არ არის, არც ისლამში, ისლამი მსგავს რამეს არ ამბობს, არ აღიარებს, მიუღებელი არის მსგავსი ტერმინი მუსლიმი ადამიანმა მსგავსი რამე თქვას. წმენიდან გაიყვანს. იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტი რელიგია, სარწმუნოება ალლაჰის წინაშე, რომელიც რომ მიღებული არის, ეს არის ისლამი, ძვირფასო მორწმუნეობა. შეიძლება ძალიან ბევრს თქვა, ეს როგორ შეიძლება და რატომ, იმიტომ რომ ზოგ ოჯახებში ქრისტიანებიც არიან, ისიც არიან და უნდანა რომ სამოთხეში ყველა მოხდა, მაგრამ არ არის ქრისტიანობა მაგას არ ნაშრომს. ამიტომ მოიძიე, გაიკითხე, შეისწავლე. კითხვები გაქვს, კითხვები დასვი, პასუხები მიიღე. რატომ რისთვის კარგავ იმ ქვეყანას, ხო? ანუ ჩვენც თუ ფრთხილად არ ვიქნებით, ყურადღებით არ ვიქნებით, რომ ჩვენ შვილებს არ შევასწავლეთ ისლამს, იმ მსგავსი საფრთხის წინაშე აღმოჩნდებით ძვირფასო მორწმუნეებო. ასალამუ ალეიკუმ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაკატუჰუ. ალლაჰმა მისთადგენ ჭეშმარიტ გზიდან არ აგვაცილოს.